დაიწყო სამიტი 11-ის ნახევარზე, ახლა 5 საათია და ჯერ არ ვიცით რა იქნება, როდის იქნება, რა გეგმით წავა ევროპული საბჭო, ან იქნება თუ არა საერთოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა ინფორმაცია გამოდის დარბაზიდან. დარბაზიდან ჩვენ ვიცით, რომ ლიდერებმა დაიწყეს მსჯელობა გაფართოების პაკეტზე, მაგრამ ჯერ მხოლოდ ზოგად კონტექსტში ლიდერებს ჯერ არ დაუწყიათ დისკუსია იმ გადაწყვეტილებაზე და იმ რეკომენდაციაზე, რომელიც უნდა გახდეს წესით საფუძველი უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის. ეს დაახლოებით, როგორც ჩვენ გვითხრეს, 1 საათში დაიწყება, ანუ საქართველოზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. დაგეგმილი არის პრესკონფერენცია, მაგრამ საათი მითითებული არ არის. დღევანდელი დღე უნდა შეაჯამოს მედიასთან, თუ კი იქნება შესაჯამებელი, რა თქმა უნდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად. ასეთია მოლოდინი, მაგრამ ან დრო ჯერ განსაზღვრული არ არის. ლიდერები, როდესაც მოვიდნენ ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ყველას დაუსვით კითხვა საქართველოსთან დაკავშირებით და ყველას პოზიცია იყო ცალსახად პოზიტიური. ყველა ამბობს, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ეს უნდა მოხდეს დეკემბრის 3-ზე, მაგრამ მთავარია, რომ მივიდნენ ამ საკითხის განხილვამდე. ჩვენ დავინტერესდით, იქნება თუ არა გამოცხადებული საქართველოზე გადაწყვეტილება იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა და მოლდოვა დაიბლოკა, მაგრამ ამ კითხვაზეც პასუხი არ ჰქონდათ ლიდერებს, ვინაიდან მათთვის პრიორიტეტულია, როგორც თქვეს, უკრაინა, მოლდოვას თემა. საქართველოზე ყველა ამბობდა, რომ კონსენსუსი არის, თანხმობა არის, მაგრამ ეს უნდა ჩაიწეროს დეკლარაციაში და ეს იქნება ზუსტად პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოგცემს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველო მიიღო კანდიდატის სტატუსი. დღეს ამბობდნენ, რომ ეს არ ნიშნავს გაწევრიანებისთვის პროცესების დაჩქარებას, პროცედურების გამოტოვებას, ძალიან ხანგრძლივი პროცესია, ეს არის სულ მინიმუმი, რაც შეიძლება დღეს მხარდაჭერის სიგნალად გადაიქცეს საქართველოსთვის, მოლდოვასთვის და უკრაინისთვის. ორბანის პოზიცია ამ დრომდე არის უცვლელი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არ არის თანახმა, რომ უკრაინასთან გაიხსნას მოლაპარაკებები და ამის მიზეზი, როგორც მან დღეს გვითხრა, არის შეუსრულებელი ვალდებულებები საქართველოსთან მიმართებაში. დღეს მისი გზავნილი, ისევე როგორც ყოველთვის, იყო პოზიტიური და მხარდამჭერი. საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს. საქართველოზე ყველაფერი კარგადაა, გადაწყვეტილია. რას ნიშნავს საქართველოსთვის გადაწყვეტილია? ყველას უყარხართ. უკრაინის მოკლევადიანი ფინანსური დახმარება უკვე ევროკავშირის ბიუჯეტში გათვალისწინებულია. თუ უფრო მეტი ფული უნდა მივცეთ და უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი, მაშინ ბიუჯეტის მიღმა უნდა მოხდეს. გაფართოება არ არის თეორიული საკითხი. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პრინციპი და ამ პროცესს აქვს წინა პირობები. 7 პირობა განსაზღვრული იყო და კომისიის დასკვნაშიც კი 3-7 პირობიდან შეუსრულებელია. და ამიტომაც ვამბობ, რომ არ არის მიზეზი დისკუსიისთვის, რომელიც შეიძლება შეეხოს უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნას. გახსოვდეთ, რომ წინა პირობები არა უნგრეთმა, არამედ ევროკომისიამ დააწესა. 7 პირობაა და პირობა არის პირობა. ჩვენ აქ არ ვართ სავაჭროთ და აქ ვართ პრინციპებით. უნგრეთი ჩვენ არც ერთ საკითხს უკრაინასთან არ აკავშირებს. 2024 წელს დაველოდოთ ივნისს არჩევნებს ევროპაში და მივიღოთ გადაწყვეტილება. ჯერ შეასრულონ 7 რეკომენდაცია და მერე დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების საკითხს. ჩემმა მეგობრებმა საქართველოსთან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად. დიახ, ყოველთვის არის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია. თუმცა ამჟამად ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, სადაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებები არა მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, არამედ საქართველოსთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით. ჩემთვის კითხვები და პასუხები ძალიან მარტივია. ჩემმა ქვეყანამ ძალიან დიდი სარგებელი მიიღო ევროკავშირის წევრობისგან. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: ევროკავშირის გარეთ მცხოვრები ხალხი რატომ არ უნდა იმსახურებდეს იგივეს ნორმალურ ცხოვრებას? ჩვენ ყველა ქვეყნის საკითხს განვიხილავთ განცალკევებულად და ასევე ერთადაც. წინადადებები დევს მაგიდაზე. საქართველოს საკითხი არის მათ შორის, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ეხება უკრაინას და მოლდოვას. ნახოთ რა გამოვა, მაგრამ ცხადია პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია. დანებებისთვის მზად არ ვართ, მაგრამ ოპტიმიზმი არ მაქვს. ბულგარეთი ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი დღეს ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებენ.
ეს არ ეხება ერთ ქვეყანას ან ორ ქვეყანას, ეს ეხება ყველას, ეს ეხება ევროკავშირს და ჩვენს ფუნდამენტურ პრინციპებს. მე ყველა წინადადებას მხარს დავუჭერ, რაც დებს მაგიდაზე კომისიიდან და მათ შორის ინიციატივას საქართველოზე. ყველა ქვეყანა, რომელიც პაკეტშია და მიუხედავად მომზადების დონისა იმსახურებს, რომ იყოს ევროპის ოჯახის ნაწილი. ყველა წინაპირობა ქმნის იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი პოზიტიური განცხადებები ჩვენი ქვეყნის შესახებ, რომელსაც ევროკავშირის მეგობრებად მოიხსენიებენ, არ იქნებოდა, მაგრამ მთავარია, რომ დისკუსია წავიდეს ისე, რომ საკითხი არ დაიბლოკოს და შეთანხმდნენ კომპრომისულ ვარიანტზე. დღეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ ძალიან ბევრი ინიციატივა განიხილება, მათ აქვს წინადადებები ორბანთან, მაგრამ დილიდანვე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი მაგალითად პესიმისტურად იყო განწყობილი, მისი ეს განწყობა გადაედო სხვა ლიდერებსაც. ორბანმა აქ დაბლოკა დღეს ვოლოდიმერ ზელენსკის მოსვლა, ის დისტანციურად ჩაერთო ევროპულ საბჭოს და თქვა, რომ ჯილდო ბრიუსელიდან გაუგებარი იქნება მთელი ევროპის კონტინენტისთვის. ზოგად კონტექსტში გაფართოებაზე ამბობდნენ, რომ 2030 წელი არის ძალაში და 7 წლის განმავლობაში ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ, რომ გაწევრიადნენ ორგანიზაციაში, უნდა მოამზადოს თავად ევროკავშირმა. დღევანდელი გადაწყვეტილება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროკავშირის ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჯერა, რომ ევროპას შეუძლია თავიდან აიცილოს ძველ დროში დაბრუნება. ევროპა იმსახურებს სიძლიერეს, ევროპა იმსახურებს ღირსეულ პოლიტიკას. დღეს ერთ რამეს გთხოვთ, ნუ უღალატებთ ხალხს და მათ რწმენას. ნუ უღალატებთ იმ რწმენას, რომელიც ევროპის მიმართ აქვთ. თუ არავის სჯერა ევროპის, რა გააცოცხლებს ევროკავშირს? ევროპაში ხალხი ვერ ნახავს რაიმე სარგებელს, თუ მოსკოვი მიიღებს ბრიუსელიდან ჯილდოს უკრაინაზე ნეგატიური გადაწყვეტილებით. პუტინი ამას აუცილებლად გამოიყენებს მთელი ევროპის წინააღმდეგ. ნუ მისცემთ მას წლის პირველ და ერთადერთ გამარჯვებას. ევროპამ უნდა გაიმარჯვოს. შეთანხმებებს პატივი უნდა სცეთ და სიტყვებს მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ეს არის აუცილებელი დებატები ევროპაში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესებში. გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელი ნიშანია, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინელების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა ზომის შესრულებისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე. გაფართოების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია არის ჩვენთვის მისაღები. ის ითვალისწინებს რეფორმების ძალიან დიდ პაკეტს, რომელიც შესრულდა უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. ასე რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეფასებას. უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა ბოლო თვეებში უზარმაზარი ძალისხმევა გასწიეს და ჩვენ ტაში უნდა დავუკრათ იმ სამუშაოს, რომელიც შესრულდა, თუმცა საშინაო დავალების შესრულება მხოლოდ მათ არ სჭირდებათ. ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი საშინაო სამუშაო. ჩვენ ძირითადად მხარს ვუჭერთ ევროკომისიის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილ წინადადებებს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოზე. აქტიურად ვიმუშავებ და ჩემი კოლეგებიც აქტიურად მუშაობენ, რომ კონსენსუსს მივაღწიოთ როგორც გაფართოებასთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე უკრაინისთვის 50 მილიარდის მიცემაზე, რადგან ორივე საკითხი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. აქამდე ჩვენ ყოველთვის შევძელით მიგვეღწია ერთსულოვანი გადაწყვეტილებებისთვის, მათ შორის იყო ვიქტორ ორბანიც. ვიმედოვნებ, ამას ახლაც შევძლებთ. ახლა არ არის გაჩერების დრო. უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა დღეს, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია. ეს ფანჯარა უნდა დარჩეს ღია, რადგან თუ დავხურავთ, მაშინ ეს ნიშნავს ისტორიული შანსის დაკარგვას. უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმები გაატარეს, სამუშაო შეასრულეს და ახლა მათთვის შემდეგი ნაბიჯი მოლაპარაკებების გახსნა უნდა იყოს. ეს ეხება საქართველოსაც და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც კრიტერიუმების დაკმაყოფილების პირობით. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს უნდა გავითვალისწინოთ დღეს ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და ასევე ის ფასი, რომლის გადახდაც უმოქმედობის შემთხვევაში მოგვიწევს. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ გაფართოება აძლიერებს ევროპის კონტინენტს, ხელს უწყობს მშვიდობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას.
საკითხი ასე დგას, გადარჩება თუ არა დღეს ევროპული დედაქალაქი, ევროკავშირის ცენტრი და იქნება თუ არა ორგანიზაციის კრახი, ვინაიდან ლიდერები ამბობენ, რომ ეს არ ეხება უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ეს ეხება თავად ორგანიზაციას და სანდოობას, რომელიც ფუნდამენტურია ევროპის კონტინენტზე. საშინაო დავალება შესასრულებელი აქვს ასპირანტებს, საშინაო დავალება შესასრულებელი აქვს თავად ორგანიზაციას, რათა მოემზადოს მომავალი წევრების მისაღებად, მაგრამ დღეს ჯილდო არ უნდა იყოს პუტინისთვის, არამედ დამსახურებული ჯილდო უნდა მიიღოს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ. სამწუხაროდ ამ დროისათვის ვერ გეუბნებით თუ როდის შეიძლება იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, ან როდის გამოცხადება, ან როდის გავრცელდება დეკლარაცია, სადაც ჩვენ წავიკითხავთ, რომ საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, გვითხრეს, რომ წინააღმდეგობა საქართველოს საკითხთან მიმართებაში არ არის და წესით საქართველოს ევროპული ოცნების ახდენის ზეიმი ვერავინ ვერ უნდა ჩაუშალოს. მადლობა ქეთი ქარდავას, რომელიც რჩება ევროსაბჭოს და ელის გადაწყვეტილებას